გამოიწერეთ ბიჭო ეს კარგია კვიზისთვის მზად ხართ? რისთვის კვიზი. კვიზისთვის მზად დავიწყოთ. ამერის წინ თამაში უფრო ადვილია თუ სენას? ადვილი არის ფაფის ჟამა კი ბატონო. ასეთი არ არის ადვილი გასაგები. უჩა ზერაგიას როლის გარდა ხელძახში რომელ პერსონაჟი თამაშობ? ეხლა რომ უყურებ არაფერს არ ვითამაშებდი მაგის გარდა აჰა. ანუ ეგ არის თქვენი როლი? კი მე მგონია რომ ეს ალბათ ეს არის ხო არა როლი ეხლა ისეთი ცუდი კაცი მე არა ვარ კი ბატონო. მაგრამ ნუ როლი ყველა უნდა გიყვარდეს კი ბატონო. სცენაზე მუშაობისას ჩუმად კითხულობთ სცენარს თუ ხმამაღ სანამ დაიწყო? სცენარზე მუშაობა საერთოდ ფილმში ცოტა სხვანაირად არის თეატრში სხვანაირად არის ტექსტი დავუშვათ თეატრში რეპეტიციების დროს რაღაც თეობით მიდის რეპეტიცია ეხლა შეამოკლეს თეორია ის თანდათან ჯდება ტექსტი და კინოში ცოტა უფრო რთულად არის იმიტომ რომ შეიძლება გადაიღო ფილმის ბოლო და მე გადაიღო დავუშვათ თავში დასაწყისი როგორ ფიქრობთ შეიძლება ყველა გახდეს მსახიობი? არა რა თქმა უნდა არა არა რაოდენ ბანალურად არ მოგეჩვენოთ ახლა რასაც გიპასუხებ მსახიობები იბადებიან ისევე როგორც სპორტსმენი იბადება ისევე როგორც მწერალი იბადება ისევე როგორც საერთოდ ყველა აქვს თავის ფუნქცია ურთულესი პროფესია ეგ და აუცილებლად უნდა დაიბო თუ კარგი მსახიობობა გინდა თუ გასაგები. გითამაშიათ როლი რომელიც თამაშს არ გინდოდათ? არა არა ანუ მსახიობმა ყველა როლი უნდა ითამაშოს. ისე უნდა ითამაშოს მაგრამ რა ვიცი ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ ისეთი რომ მაინდამ ისე რა როლი რომ მითამაშნია კი მაგრამ ის არ მინდა ამის თამაში და ძალით მაგას ვერ დამაძალებს ის გინდა თქვენს პერსონაჟს უჩა ზერაგიას ერთი სიტყვით როგორ აღწერთ? ერთი რამე მინდა თქვა საერთოდ საინტერესო კაცია პრინციპში კი ბატონო. მე არ ვამბობ კარგია ცუდია ეს მაყურებელზეა და ეს იტყვის მაგრამ ნუ როგორ არის განაცვალე თუ არ გაამართლე შენი პერსონაჟი რა გინდაძირალა იყოს ვერ გამოგევა ეს და მე კიდე ერთი რამეა სხონებულმა ზაზა ურუშაძემ თქვა მე ვუთხარ რაღაც მომეცი ამის თანახმად ბოთონა პაპატი შეგაზრდებული ყველა ადამიანში საერთოდ ზის უარყოფითიც და დადებითიც გააჩნია შენ რომელს წამოწევ წინ მუშნიმის მე არ ვადარე მაგრამ მუშნის ზარანდიას არ იყო ზოგი ვერ იტანს და საინტერესო ეს პიროვნება საინტერესო ეს პერსონაჟია გასაგები. ძალიან ბევრი მსახიობი გიყურებს დამწყები კვიზებში. რას ურჩევდით? რას ურჩევდი ბიძია და კარგად დაფიქრდით ამ პროფესიას ხელს რო კიდევ კარგი არ არის ეს იავარდით მოფენელი გზა მე აი უშმენდი და კეთჩემ შულს აუგწარეთ ამის დროზე